ფეხბურთის მთავარი ხიბლი წარმოუდგენელი ამბის რეალურად ქცევაა. 2004 წლის ევროპის ჩემპიონატი ამ მხრივ განსაკუთრებულია, რადგან საბერძნეთის ნაკრებმა, რომელსაც ტურნირის დაწყებამდე აუთსაიდერად მიიჩნევდნენ, შეძლო შეუძლებელი, დაამარცხა ევროპული ფეხბურთის გრანდები და ოლიმპოს მწვერვალიც დაიპყრო. ევრო 2004 პორტუგალიაში გაიმართა. საბერძნეთის ნაკრები ტურნირამდე აშკარა აუთსაიდერად ითვლებოდა. ისინი ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ ერთხელ 1980 წელს იყვნენ და ვერც ერთი მატჩის მოგება ვერ მოახერხეს. ჯგუფში ახლა ჰყავდათ მასპინძელი პორტუგალია, ესპანეთი და რუსეთი. ბუკმეიკერების საბერძნეთის ჩემპიონობის შანსს ფაქტობრივად ნულს უტოლებდნენ. ნაკრების მთავარი დამრიგებელი გერმანელი ოტო რეჰაგელი გახლდათ, რომელმაც გუნდში დანერგა უკიდურესად ორგანიზებული დაცვის სტილი. შეიმუშავა მკაცრი ტაქტიკური დისციპლინა, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სტანდარტულების თამაშსა და ფიზიკურ მომზადებაზე. ოტო რეჰაგელის ტაქტიკა 4-5-1 იყო, რაც მჭიდრო დაცვას, სტანდარტულების მაქსიმალურად გამოყენებას, მუნდური სულისკვეთების გამოვლენასა და მინიმალურ შეცდომებს გულისხმობდა. შედეგმაც არ დააყოვნა. გატარებული 6 მატჩიდან საბერძნეთმა 4 მოიგო, 1 ფრე ითამაშა და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა. მათ საბოლოოდ ტურნირზე 4 გოლი გაუშვეს. ნაკრებში თამაშობდა რამდენიმე გამორჩეული ფეხბურთელი. თეოდორ ზაგორაკისი, კაპიტანი, რომელიც ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. სწორედ ის იყო გუნდის ტვინი. მისი შრომის უნარიანობა და მენტალური სიმტკიცე ნამდვილად ფასდაუდებელი აღმოჩნდა. ტრაიანოს დელასი, დაცვის ლიდერი, ფიზიკურად ძლიერი ცენტრალური მცველი, რომელიც ნახევარფინალის გმირად იქცა. ნაკრების მთავარი ბომბარდირი კი ანგელოს ხარისტეასი გახდა. მან 6 თამაშში 3 გოლის გატანა მოახერხა. მეკარე ანტონის ნიკოპოლიდისმა კი მხოლოდ 3 გოლი გაუშვა მიმდინარე ტურნირზე. საბერძნეთმა საკუთარი ძალა პირველივე შეხვედრაში გვაჩვენა, სადაც ისინი მასპინძელ პორტუგალიის ნაკრებს დაუპირისპირდნენ. რა თქმა უნდა, ამ დუელში ფავორიტი სწორედ ეს უკანასკნელი გახლდათ, თუმცა ბერძნები აშკარად სხვაგვარად ფიქრობდნენ. ანგარიში მე-7 წუთზე გიორგოს კაროგუნისმა გახსნა და საბერძნეთს ტაიმი მოაგებინა, ხოლო მეორე ტაიმში, კერძოდ 51 წუთზე, ანგელოსი ბასინასმა უპირატესობა განამტკიცა. 93 წუთზე კრისტიანო რონალდუმ 1 ბურთი გაქვეთა და საბოლოო ანგარიში 2-1 დააფიქსირა. შემდეგი მატჩი დარაგაოზე ესპანეთის ნაკრებთან გაიმართა. მიუხედავად ესპანეთის დომინანტური ფეხბურთისა, მათ შედეგზე ორიენტირებული საბერძნეთის დამარცხება ვერ შეძლეს. მატჩი 1-1 დასრულდა და მორიენტესის მიერ გატანილ გოლს მოგვიანებით ანგელოს ხარისტეასმა უპასუხა. ესპანეთმა ამ შეხვედრის გამო ჯგუფური ეტაპი ვერ დაძლია. საბერძნეთმა კი მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთის მსგავსად 4 ქულა დააგროვა, ჯგუფურ ეტაპზე მეტი ბურთის გატანა შეძლო. ამან კი მათი მეორე ადგილით ჯგუფიდან გასვლა განაპირობა. ტურნირზე ერთადერთი მარცხე ჩემპიონებმა მხოლოდ რუსეთთან ჯგუფური ეტაპის ბოლო ეტაპზე განიცადეს. მეოთხედფინალში საბერძნეთის ნაკრები საფრანგეთს დაუპირისპირდა. ამ დროისთვის საფრანგეთის ნაკრებში ირიცხებოდნენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან ზინედინ ზიდანი, კლოდ მაკელელე, დევიდ ტრეზეგე, ტიერი ანრი, რობერტ პირესი და სხვები. შესაბამისად, აშკარა ფავორიტად სწორედ ისინი ითვლებოდნენ. ფრანგებმა მომენტების შექმნის მიუხედავად მათი რეალიზება ვერ შეძლეს. სამაგიეროს 65 წუთზე ზაგორაკისის ჩაწოდებით ანგელოს ხარისტეასმა ისარგებლა და თავური დარტყმით ფრანგების კარი აიღო. ეს შეხვედრა 1-0 დასრულდა. ძალიან მძიმე იყო ნახევარფინალური დაპირისპირება ჩეხეთთან. დაძაბულ შეხვედრაში 0-0 დაფიქსირდა და დამატებითი დრო დაინიშნა. მატჩის გმირი საბერძნეთის ნაკრების ცენტრალური მცველი ტრაიანოს დელასი აღმოჩნდა, რომელმაც მატჩის 105 წუთზე შეარყო გადამწყვეტი ბურთი და საბერძნეთი ფინალში გაიყვანა. რა თქმა უნდა, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ სწორედ ის დასახელდა, თუმცა ძალიან კარგი თამაში ჰქონდა მეკარე ანტონის ნიკოპოლიდისაც. სიმბოლურია, რომ ფინალში საბერძნეთის ნაკრების მეტოქე პორტუგალია იყო, რომელსაც მომენტების შექმნის მხრივ საბერძნეთის ნაკრებთან შედარებით საკმაოდ დიდი უპირატესობა ჰქონდა. მასპინძლები განსაკუთრებით მეორე ტაიმში გააქტიურდნენ, თუმცა ამაოდ მატჩის 57 წუთზე ჩაწოდებულ კუთხურს მეკარის შეცდომა მოხდა, რასაც ანგელოს ხარისტეასი გამოიხმაურა და თავური დარტყმით ანგარიში გაიხსნა. 1-0 და ეს უკვე ჩემპიონობაა. ბერძნებმა ევროპის ჩემპიონატის თასი მოიგეს. საბერძნეთის ნაკრებმა ისტორია დაწერა და გულშემატკივარს საოცარი ემოციები აჩუქა. ევრო 2004 ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ სენსაციად რჩება. ეს იყო ტურნირი, რომელმაც დაამტკიცა, რომ დისციპლინამ, ტაქტიკამ და გუნდურმა სულისკვეთებამ შეიძლება ვარსკვლავებით სავსე გუნდებიც კი დაამარცხოს.